საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მთელი საქართველოს მასშტაბით 63-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს განახლებული რეგიონის პროგრამა, რომელიც უპრეცედენტოა და 4 წლიანია. პირველ ეტაპზე საორიენტაციოდ იხარჯება 500 მილიონი ლარი და პირველი ეტაპი ყველგან აქტიურ ფაზაშია. ახლა ვიმყოფებით მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც მიმდინარეობს სკვერის რეაბილიტაცია და ასევე ქართული კულტურის სახლის. დაახლოებით 1,5 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია აღნიშნულ პროექტზე და სრულდება მიმდინარე წლის ბოლოს. შემდეგი ეტაპი უკვე დაგეგმილი არის ახალი წლის შემდეგ და დასრულდება დაახლოებით მარტის ბოლოსთვის. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განახლებული რეგიონის პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში დაახლოებით 53 მილიონი ლარი იხარჯება პირველ ეტაპზე. ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენ ახლა მარნეულის მუნიციპალიტეტში ვაკეთებთ პარკის რეაბილიტაციას, სკვერის, ასევე მუსიკალური სკოლის, რომელიც აქტიურ ფაზაშია და დაახლოებით 1 თვის განმავლობაში დასრულდება. განახლებული რეგიონების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია ხორციელდება. აღნიშნული პროექტი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიმდინარე სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 მილიონ ლარს.